მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ამ ზიანდაქარიან შემოდგომის 4 შაბათს. რადიო უცნობში გადაცემა მე და გარემოს დროა და როგორც ყველა 4 შაბათს გადაცემის წამყვანები გიორგი გულიაშვილი და ანა ცხადაძე საუბრობთ გარემოსთან დაკავშირებით ნებისმიერ მნიშვნელოვან საჭიროებო და საინტერესო თემებზე. დღეს ჩვენი თემა გარემოს მოვლა, დაცვა, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა და წვლილი ბუნების წინაშე. გადაცემაში სტუმრად გვყავს გარემოს დამცველი პირველ რიგში ასე მოგმართავთ ბატონო ნიკა, აქტივისტი, პასუხისმგებლიანი მოქალაქე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია სადაგის დამფუძნებელი და საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ შურღაია. გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ. ანა, გამარჯობა, გიორგი, გამარჯობა, ძალიან მიხარია თქვენთან დებიუტი. მადლობა რომ იმიწვიეთ, ყველა ახალი კავშირი ძვირფასია და მით უმეტეს მიხარია რომ ესეთი ბუნების დაცვითი თემით გადაცემა დაიწყეთ თქვენ და გიორგის საქმიანობაზე ვიცოდი და მიხარია რომ თქვენ ამას აკეთებთ. ისე რომ სიამოვნებით გიერთები და მივესალმებით თქვენი რადიოს მსმენელს. გამარჯობათ, მოგესალმებით, მეც მოგესალმებით ნიკა, მადლობა რომ მორძანდით და ჩვენს მსმენელსაც მივესალმებით და დღეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა არის, რომ აი ჩვენს ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ერთ მოქალაქეს შეუძლია შეცვალოს რაღაცეები თუ აქვს ნება და სურვილი რა და აი პასუხისმგებლობაზე რომ ეს გარემო სადაც ცხოვრობთ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არის ყველასთვის ერთი და რაც არ უნდა რაღაც განსხვავებულები სოციალური სტატუსის მიუხედავად და ყველანაირი სხვა სტატუსის ეხება და ამიტომ ერთი სათქივარი არის როგორც სამშობლო არის ერთი ისე გარემო არის ერთი და მე მგონი რომ ამ საკითხებით ყველა უნდა ვიყოთ დაინტერესებული და ძალიან დიდი მადლობა ნიკა რომ მოიცხადი და მოხვედი და ეს საინტერესო საუბარი გვექნება მე დარწმუნებული ვარ. პირველ რიგში ნიკა, თემა რომ გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ, გარემოს დამცველი სტატუსი როგორ მიიღეთ თქვენთვის შინაგანად, რატო აი ამ გზაზე, რატომ აირჩიეთ და ფაქტიურად თქვენი საქმიანობის უდიდესი ნაწილი დღესდღეობით წარმოადგენს გარემოზე ზრუნვას სხვადასხვა მიმართულებით. ანა და გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის, ამ წარდგენისთვის. ფრთხილად მინდა ვთქვა, რომ აი ჭარბი თავმდაბლობაც არ ვარგა. ზედმეტი კვეხნა არ გამომივიდეს. მე მოგიყვებით, ახლა რა ვიგძენი, რატო გავაკეთე, რო თქვა რომ რაღაც ძალიან ბევრი შევძელით, არა, მე ამის მჯერა რომ ჩვენ რაც შეგვიძლია იმის მაქსიმუმი გავაკეთოთ და რაც გამოვა ვნახოთ. ესა არა, ახლა სამყაროსზე გავლენა შეუძლია ადამიანს მოახდინოს თავის გარემოწრეზე და შემდეგ უფრო ფართოზე. ხა რატომ გარემო? მოდი ამეთი დავიწყებ, რომ რაღაც მამაჩემი გეოგრაფი იყო და ამას გარდა რაღაც თქვათ ესე სოფლიო პლანეტა რაღაც ეს ფიქრები ბავშვობიდან ჩემთვის ახლობელი იყო და მე ამას გარდა ბავშვობიდან ბევრ დროს ვატარებდი სოფელში, განსაკუთრებით შიდა ქართლში. და რაღაც აი მომიწია სოფლის მეურნეობასთან, ბუნებასთან, მცენარების მოვლასთან რაღაც, ჩემი ნაწილი გახდა და რაღაცა სხვადასხვა ისტორიებით, რაღაც პაპასთან ურთიერთობით, რაღაცის დალაგებით, რომელიც იმან დამავალა, ვერ გავაკეთე, მერე მოვიდა და რო დაალაგა და რო ვნახე რა ლამაზი იყო, მოკლედ რაღაცა ესეთი ბევრი რაღაც წარსულის ბევრი ნიუანსიდან ეს შედგა. მერე რა თქმა უნდა, ამაში როლი ქონდა ჩვენს ძალიან არეულ 90-იან წლებს, როდესაც რა ვიცი, აი ვიხჩობოდით ქაოსში, ასე ვთქვა და ეს ეხებოდა ასევე ყოველდღიურ ცხოვრებასაც, რა ვიცი, ვირთხები, სახშიც, ტარაკნები, მერე ქუჩაში ნაგავი ძირსეყარ, ანუ როდესაც ეს რკინის ყუთები, ლითონის ყუთები გამოჩნდა პირველად ნაგვის ბუნკერები, აი ძალიან დიდი პროგრესი იყო, ხელ აღარ მახსოვს 90-იანების ბოლო იყო 2000-იანების დასაწყისი, ალბათ უფრო მე მგონი 2000-იანების დასაწყისი. მოკლედ ესე ძნელი გზა გავიარეთ, რაღაცნაირად ეს მემი შედგა, მახსოვს ჩემი სატეგრძელოები, რომ აი ადამიანი თავის სახლს რომ ალაგებს, რატომ არ ალაგებს სადარბაზოს და ასე და. ეს აი ეს წლები თქვათ ახალგაზრდობის და შემდეგ ისე მოხდა რომ საზღვარგარეთ ცხოვრებისას და აი გიორგის საქმიანობას ძალიან ვაფასებ მე თქვათ ელემენტების, ბატარეების გადამუშავებას. ბრიტანეთში რომ ჩავედი მე 2002 წელი იყო, იქ რაღაცა ესე ყოიჭყურონ ყურმოკლით რომ გაიგებ რომ
ბატარეის გადაგდება ნაგავში არ შეიძლება და აუ ესენი ვინ არიან რა ეს ფიქრი რომ სად არიან ხო რაღაცნაირად გაწუხებს რა რომ ეს პატარა ელემენტი საწავიღო რა და რა უნდა ვიწოლო ხა და მე მივედი ნახე ჯოულები რაღაც გასტრონომი თუ რა ვიცი რა ქვია მაგას სასურსათო მაღაზიებში დგას შეგიძლია მარტივად ჩააგდო და შემდეგ ნუ ხა ის ჩოვა შემოვიდა რომ იქ ნაგავი უნდა დაახარისხო და რაღაცა და თავიდან რაღაც ერთგვარად მძიმედ ჩანდა და ახლა ვერ ვაგდებ პლასტიკის ბოთლს და რაღაც აი ეს ნელა რაღაც ეს ხო შემოვიდა ჩემში და მე ვნახე ამის სარგებელი და ნუ მე ვიფიქრე როდესაც დავბრუნდი საქართველოში რომ მოდი რაღაც შევეცდები რომ სხვებსაც ვაზიარო და ხა უკვე როგორ აიტაცებს თითოეული საქმეა ანუ ახსენეთ ანუ აი თავიდან მიჭირდაო და მერეო დისკომფორტი მქონდაო რომ გადამეგდოო ხო ანუ ეს არის ქცევის ფორმატი, რომელიც ყალიბდება ადამიანში, ну საშუალო ფსიქოლოგიურად 15 ჯერ თუ გააკეთებ რაღაცას, საშუალო ინტელექტუალური ადამიანისთვის, ის უკვე ჩვევაში გადადის. ნებისმიერი რამ, რასაც გააკეთებ 15 ჯერ ერთი და იგივე დროს, ან ყოველ დღე, ხო? და ანუ როგორც ვიცი ეს ჩვევის შეცვლაზეც გააქვთ გარკვეული აქტივობა, როგორც შეცვალოთ ქცევა უფრო სწორედ. ეს ცალკე ფსიქოლოგია, ამოდი ამაში ღრმად ნუ ჩავალთ, მაგრამ აი მაგალითად, ქართველების ჩვენ მაგალითზე რომ ავიღოთ. რამდენად რთულია ჩვენი ქცევის შეცვლა, რთული თუ ადვილი, ან შეიძლება პარალელიც გავავლოთ რომელიმე, რა ვიცი, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, ხო? და როგორ შეიძლება ეს თანმიმდევრულად სისტემურად მიუდგეთ აი ამ თემას, რომ სისტემურად შევცვალოთ ეს. აუცილებელი ხო არ არის? ნუ ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლობა და თუ კი ამ შენი საქციელის გამო გარკვეულ, რა ვიცი, ან ჯარიმას იხდი, ან სანქციებს დააწესებ და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ პასუხისმგებლობის გამომუშავება. ასთან არის დაკავშირებული. კარგ და არა ადვილ თემას შეეხეთ. მე ასე ვიტყოდი, რომ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს ქცევის, თქვა, ჩამოყალიბება და საერთოდ ამ საკითხისადმი მიდგომა. პირველი არის შეგნების დონე, როდესაც შენ ადამიანი იაზრებს, რომ რაღაცა ეს საქმიანობა კარგია, თქვა და აი ამ შეგნებით მინდა სიძნელე გადავლახო და მაინც გავაკეთო, რადგან ეს კარგია. ну ეს არის ყველაზე ღრმა და ესეთი დონე, როდესაც მე ადამიანი უფრო ადვილად ამას მიიღებს. მეორე საკითხი არის ჩვევის გამომუშავება. შეიძლება, ну რა ვიცი, მშობლის ზეგავლენით რაღაცით ცოტა ნახევრად იძულებით, ну არ ვიცი 15 ჯერ. ან შვილის ზეგავლენით. შვილ და შვილებს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს, ძალიან დიდი. კი ბატონო, ну აი სხვადასხვა ესეთი ზეგავლენებით გააკეთო და მე გამოგიმუშავდეს. ну თქვათ დღესაც ვიღაცას ვესაუბრებ, ჩემი თავის მახსოვს სპორტი, რაღაცა ვიცი, მშობელი ნახევრად გაძალებს, რაღაცა მე შენს მოგეწონა. მოგეთ რაღაც ესეთი ელემენტი არა ნაზავი მოწონებისა და დაძალების იძულების და აკეთებ. ჯარიმები არის კიდე სხვა კიდე ერთი ფენომენი, რომელიც თქვა რაღაცის რიდით. ზოგადად ალბათ მდგრადი რომ იყოს რამე კომბინაცია უნდა, აი როგორ თქვა, თაფლაკვერისა და მათრახის რა უხეშად ჯარიმაც რომ იყოს და შეკებაც რომ იყოს. ამ შემთხვევაში ერთი აი ძალიან სასიამოვნო და საქართველოსთვის მე ვიტყოდი თავის შესახებ მაგალითად ფენომენს, რასაც მე დავაკვირდი არის. იმ ქვეყანას არ მინდა შევეხო, მაგრამ უცხო ქვეყანაში ვცხოვრობდი და დიდი პოლიციის ჯარიმებით და უბედურებებით ასწავლეს მაგალითად ძღოლებს რომ ზებრა გადასასვლელთან გააჩერონ და ადამიანებს ფეხით მოსიარულეებს აცალონ და საქართველებმა მოახერხეთ რომ ჩვენით ვისწავლეთ ჯარიმების გარეშე უბრალოდ ეს დილობა და თავაზიანობა ფეხით მოსიარულეების მიმართ ძღოლების ძალიან დიდ უმრავლესობამ გამოიმუშა. ანუ აი ძალიან კარგი, ანუ ჩვენი ფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოებამ კარგი შეგნებულობის მაგალითი აჩვენა და ბევრ რამეში ვისურვებდი რომ ასე გავაგზავნოთ. ხა ამ ჩვენ კონკრეტულ საქმეს რომ დაუბრუნდეთ, ხო ბოდიში ერთ კიდე გარე საკითხსაც ვაჩვენებ. ჩვეების შესვლა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი კარგი საფუძვლიანი საკითხია. მე ამაზე წიგნის მიმოხილვას მაქვს გაკეთებული ორი წიგნია, ერთი არის ჩვევის ძალა, მეორე ატომური ჩვევები. ატომური ჩვევები თარგმნილია ქართულად, ძალიან კარგი წიგნია, იყიდება წიგნის მაღაზიებში და ყველას ურჩევ, იმიტომ რომ ეს მარტო რაღაც ნარჩენების შეგროვებას არ ეხება უამრავ რამეს, რომელსაც მოაქვს ადამიანისთვის უდიდესი
გასარგებელი. ანუ იმიტომ რომ ავტომატურზე არის ჩვენი ქცევის, რა ვიცი, ზოგიერთი წიგნით, თუნდაც იმავე წიგნით 40%. არც ფიქრებით ისე ვაკეთებ და თუ რაღაცას კარგი ჩვევები თუ გვაქვს ბევრი, ანუ ავტომატურად კარგი აკუმულირდება ჩვენში და ჩვენს გარშემო და ცუდი ჩვევები პირიქით გვანგრევს ნენელა. მაგრამ ეხლა ამ კონკრეტულ ჩვენ შემთხვევას რომ დაუბრუნდეთ, იცით რა არის, აი ჩვენ შევეცადეთ ზუსტად თქვა სადაგის საქმიანობაში, რომ აი ეს ამ წიგნის და წიგნების და ზოგადად მეცნიერების, ქცევითი მეცნიერების პრინციპები გაგვეთვალისწინებინა, სხვათა შორის ეკონომიკაში ნობელის პრემიაც მიიღო ამ ფსიქოლოგიაზე დაფუძნებულმა წიგნმა, ბიძგი ქვია, nudge ინგლისურად და სულ რამდენიმე წლის წინ. ანუ აი ამ ფილოსოფიაზე და ერთი ძალიან კარგი გუნდის წევრი ყავს ვარლამ ებანოიძე, ეს იყო განსაკუთრებული ჩემპიონი, თქვათ ახლა ეროვნულ ბანკში მუშაობს ამგვარი ტიპის რაღაც ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ვარლამი ძალიან აქტიურობდა, მეც მქონდა ამაში თეორიული განათლება და რაღაცა ესე გუნდიც ჩაება, ყველას მოეწონა, მოკლედ გადავაბით ერთი მხრივ პრაქტიკული საქმეობა და მეორე ის პრინციპები, რაც თქვათ ქცევით მეცნიერების სახელმძღვანელოში, რომ რაღაცა ჯილდო გააჩინოთ. ამ შემთხვევაში ჯილდო არის ფსიქოლოგიური, რომ ნუ დაანაგვიანებ, გააძლიერე საქართველო. ანუ იმის გადაბმა, რომ ადამიანი თითოეული არ დაანაგვიანებით, თუნდაც მარტივი არ დაანაგვიანებით, რომ ბოთლი მიიტანოს და ჩააგდოს ნაგვის ყუთში, თუნდაც გადამუშავებას მზე მერე მივიდეთ. უკვე შენ ქვეყანას აძლიერებ, იმიტომ რომ არ ანაგვიანებ, ქუჩა არის ესთეტიკური, ანუ სისუფთავეში იზრდებიან ბავშვები, გარემო კარგია, კარგ გარემოში კარგი ფიქრები უფრო ადვილად დაიბადება, ვიდრე ცუდი ფიქრები, ტურიზმისთვის კარგია, სუფთავო. მინიმუმ სარგებელი მოგაქვს. რეალური ბმა არის ქვეყნის კეთილდღეობასა და აი ამ ელემენტარულ ქცევას შორის და თუ არსებობს ეს ჯილდო, ანუ ან ფსიქოლოგიური, ან ფიზიოლოგიური, ფიზიკური, მერე ეს უფრო ადვილი ხდება, რომ ახლავს ჯილდო, აი თქვა ყავის მას, რომელიც ნუ საკამათოა, კარგი მხარეც აქვს და ცუდიც აქვს ეს ჯილდო, იმიტომ რომ ის რაღაცა ორგანიზმში იწვევს ფიზიოლოგიურ პროცესებს, როცა ენერგია ემატება ადამიანს იმ მომენტში, ყოველ შემთხვევაში და რაღაც სასიამოვნოა. აი ანალოგიური ფსიქოლოგიური ჯილდო, ან წიგნებს კითხულობს ბავშვი იგივე ფსიქოლოგიური ჯილდოთი, რომ კარგი ვიქნები, დედას მოვეწონები, მასწავლებელს მოვეწონები. აი ესეთი ამბავია და აი ამას ვცდილობთ ჩვენ და რა ვიცი, მე გავშალოთ თუ შეიძლება ეს ამახალისებელი ფაქტორი კი აუცილებელი არის, რომ ქცევის ცვლილება ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ახლა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცა შევცვალოთ, ხო, ეს ქცევაც უნდა შევცვალოთ, ეს თამდევი არის რა, მაგრამ ამავე დროს უნდა მივცეთ საშუალება, რომ რაღაცისკენ რომ მოუწოდებთ, ეს კომფორტული გავხადოთ ამ ადამიანებისთვის, რომ აკეთონ ერთი და მეორე, რომ აი ეს შინაგანი კმაყოფილება გქონდეს, რომ ეს რო გააკეთა, სწორი გააკეთა, კარგი გააკეთა და ამაზე იფიქროს რა და ყველაზე კარგი აი მართალი არის რომ აი ბავშვებიდან იწყება ეს თემები რა და ეს ის საზოგადოებაა რომელიც ძალიან ადვილად ითვისებს ამ ყველაფერს. ახლა ჩვენ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად ახალგაზრდებს ხვდებით ხოლმე ბავშვებს სკოლის მოსწავლეებს. გაუგნებული ვარ მათი ცოდნის ხარისხით ამ თემებზე რა. ჩვენ დიდობაში რომ გაგვიმართლა და შევიმეცნეთ ეს რაღაცეები, ამათ უკვე ეს აქვთ პატარაობიდან და ალბათ ამაში წვლილი არის მასწავლებლებისაც, რომლებიც ამ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას და მეტად შევიდა სასკოლო განათლებაში ეს თემები, ეს ძალიან კარგია რა. და მე ეს ბავშვები ზეგავლენას ახდენენ უფროსებზე და ხო, აი ბევრი მშობლისგან გამიგია რომ მითითება მოუწია რომ ეს არ გააკეთო, ეს იქ არ გადააგდო, იმიტომ რომ ეს ამას გამოიწვევს. ხო და რამდენად სამარცხვინოა ის მშობელი ხარ და ეს მოგითითებს და რეაქცია უნდა გქონდეს აბსოლუტურად ისეთი რომ ხო მართალი ხარ ბოდიში, ხო? ანუ და მე შენც დაფიქრდები რომ იგი ხო ეს ნახე აიცი რა მართალს იძახის და ესე კი არა ეს უნდა გამეკეთებინა და შენ თვითონაც ძალიან კარგია ეს და მე მინდა რომ ნიკა მოდი სადაგზე მე ცოტა მეტად მოუყვეთ სვენელს რომ იცოდეს თქვენ რა საქმიანობთ, აი რა მიმართულებით საქმიანობთ და ერთი-ორი სიტყვით რომ სადაგის საქმიანობას გავუსვათ ხარ. 2 არა და 5 იყოს, დიდი მადლობა. მიხარი ამ თემაზე საუბარი. იცით რა, ფიქრობდით რა, ნუ მე პირადად ეს აი რომ თქვი რომ დავბრუნდი და ძველი სადაგრძელოები გამახსენდა და ნუ ხედავ ამ პრობლემას, თუმცა დიდი პროგრესი დავინახე, ანუ ესე გამოვიდა რომ 18 წელი
დიდწილად საქართველოს გარეთ ვცხოვრობდი. ჩამოვდიოდი, მაგრამ გარეთ ვიყავი ძირითადად. კი, სუბმა მქონდა ვთქვათ ახალი ამბები, ყველაფერი რაღაც ჩამოსვლა, ნახვა ადამიანების, მაგრამ ეს ტურისტულად ჩამოსვლა და მოკლევა და სხვა არის და რო ჩამოვედი, ვნახე რომ ერთი მხრივ დიდი პროგრესი გვაქვს. მეორე მხრივ უამრავი რამე კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. და გამიშთა ეს რაღაცა სურვილი რომ შემეცვალა. მაგრამ ეხლა ხვდები რომ მარტო კაცი ჭამაში ცოდოა და რაღაცა გინდა მეტი გააკეთო და პირველ რიგში აი ჩემ მეგობრებთან დავიწყე ამაზე საუბარი და ახლაც მახსენდება ჩემი ძალიან კარგი მეგობარია ლუკა ჩაჩიბაევს არაკი აქ ტიმოთე სუბანი არის შესანიშნავი სოფელი ისტორიული ეკლესია იქ ბორჯომის მუნიციპალიტეტში და იქ ვიყავით აგარაკზე რაღაცა გავედით დავალაგეთ გარემო და ვფიქრობთ ამაზე და აი იქ იყო აი სერიოზული რაღაცა ცოტა შეხლა შემოხლასავით მეგობრების ჯგუფში რა რომ ზოგი იძახდა რომ რა დროს ეგ არის ვისი ამოვნოთ რა დროს დალაგება და რაღაცა გავერთოთ დავლიოთ რაღაცა ვქნათ და თქვათ მე და რამდენიმეს გვაწუხებდა რომ მოდი რაღაცა ჩამოვყალიბდეთ რაღაცა გავაკეთოთ საქმე და ბოლოს როგორც იქნა მე ერთმა კარგმა მეგობრმა ჟურნალისტია სხვადასხვა ნათი აბრამია BBC ჟურნალისტია და ნათია მითავა მოდერატორობა და რაღაც გადაგვრთო რა ამიდან კარგად კონფლიქტის ფაზიდან გადაგვიყვანა რაღაც კონსტრუქციულ საუბარში და მოკლედ შევძელით რომ ჩამოგვეყალიბებინა ესე რაღაც ეს ფორმულა ვიხმარეთ დიდი ძალისხმევისა და შედეგის თანაფარდობა რაღაც აი რა გაგვეკეთებინა ასე თქვა და რაღაცა ესე ნენელად თქვა ძირითადი გადაწყვეტა ჩამოყალიბდა მე ეგ ისეთ სიტუაცია იყო რომ მე ახალი ჩამოსული ვიყავ ჯერ ბევრი საქმე მქონდა ანუ რაღაცა მუდმივი სამუშაო არ მქონდა და რაღაც შემეძლო მეტი დრო დამეთმოდა ის ხალხი ყველა რაღაც მუშაობდა და მე ავიღე რომ მე გავაკეთებ ამას და მე დაუბრუნდეთ და უკვე შევკრათ ორგანიზაცია და მე რაღაც თებერვალი იყო და მე ვიმუშაო კი დავიწყე რაღაცა მუდმივი სამუშაო მაგრამ უკვე ვეღარ მოვეშვი რაღაცა ვალდებულებას რომ იღებ შენი სინდისის წინაშე ადამიანი რაღაც უკვე რო ისახავ მას მიზანს მე ძალიან ბევრი შენთვის ძვირფასი მიმართულება როა კარგად მესმის. კი და აიცით რა არის? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რაღაცა ფენომენი, მაგას ქვია მიძღვნის ძალა, ანუ ეს power of commitment რაღაც ესეთი კარგი ცნობილი სიტყვებიცაა გოეთესიც, კიდე მარი არის ესეთი ბრიტანელი მოღვაწე და აი ამ როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი მე ბევრი ხელშემწყობი თითქოს გარემოც იძურებაო რა შენს ხელშესაწყობა და მე ვიღაცები ჩდებია რომელსაც თუნდაც იმასაც აწუხებ და გავიცანი შესანიშნავი ადამიანები რომლებიც ვთქვათ გახდნენ მე სადაგის წევრები მხარდამჭერები და ვთქვათ მაიში მიზიდულობის კანონი მოქმედებს ანუ თუ რაღაცა გულწრფელად გინდა აუცილებლად იზიდავ იმ ადამიანებს და იმ სიტუაციებს გარემოში როცა გულწრფელად უყურებ. ანუ აი სადაგის საქმიანობასთან დაკავშირებით ხო გავაგზავნოთ პრინციპში ჩაგეჭერინი. კი, არა უჭირს. აი რამდენიმე ადამიანს დავასახელებ, რომელიც იმ მომენტში გამოჩნდა. დათო ტურაშვილთან მეგობრობდი და დათომ ძალიან მოინდომა სახელის საქართველოს დამლაგებელთა გილდია დათოს შექმნილია. ასევე ორი შესანიშნავი, გოგონა, რა ვიცი, ჩემხელები არის რა გაკალბატონი, თათა ჩემია და თაკოროდონაია, რომლებიც გავიცანი და მათ ადრე მქონდათ მოვლა რაღაც ანალოგიური ტიპის ორგანიზაცია, სადაც უკვე ქონდა დალაგებაზე ბევრი ნაზრუნი, მათ მოუამრავი რჩევა გამიზიარეს და რაღაცა ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ ეს იდეა. და მე გაიზარდა ეხა წევრები და რას მოდი პატარა ეხა უფრო ცოტა სტატისტიკას და ამბავს მოვყვები რა შევძელით. დღეს უკვე 80-ზე მეტი წევრი ყავს სადაგს, ეს არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, მათ შორის 14 კორპორაციული წევრი ანუ ორგანიზაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავალი სადაგის რომ თავის საქმე მაწარმოოს არის ბოდიში წევრობაზე დაფუძნებული და არაკომერციული ორგანიზაცია. საქვემოქმედო ორგანიზაციის სტატუსიც გვაქვს უკვე ფინანსთა სამინისტროსთან 2 წელზე მეტია. ასე იგი ეს საწევროები ერთი გზა, შემდეგ რას ვაკეთებთ არის რომ ვალაგებთ გარემოს და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ვზრდით ცოდნას რატომ არ დავანაგვიანოთ და რა არის კარგი იმაში. ცნობიერების ამაღლებას კი ბატონო, მადლობა. ეს ორი კომპონენტი მუშაობს. მესამე კომპონენტი გადამუშავება, რომელსაც თუ კარგი იქნება რომ შევეხოთ, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდები. 40-ზე მეტი რაღაცა ესეთი ცალკეული ინდივიდუალური დალაგება გვაქვს გაკეთებული ორგანიზაციებთან ერთად და უბრალოდ მოხალისეებს. როგორც ვიცი, სხვადასხვა რეგიონებში, ხო? თითქმის ყველა საქართველოს ყველა რეგიონში ფაქტობრივად. უკვე ყველაში შემიძლია ვთქვა.
ამას გარდა 5 ფესტივალი გვაქვს გაკეთებული, ორჯერ ბაკურიანში, 3ჯერ გუდაურში, სადაც ასობით ადამიანია და 450-ია ყველაზე მეტი მონაწილე. ანუ ერთდროულად რომ ჩამოდის და 2 და ფესტივალს ვეძახით დანდალაგების დღებს, როცა 2 ან 3 დღე გრძელდება ეს ამბავი. და რა ღონისძიებებია? ძალიან საინტერესო, ანუ არა მარტო ვალაგებთ, არამედ საღამოს პროგრამა გვაქვს გასართობი, ადამიანები ერთმანეთს იცნობენ. აი ამის ყურება დიდი სიამოვნებაა, რომ ერთი რაღაცა მიზნით ჩამოსული ადამიანები მერე იქ ერთმანეთს გაიცნობენ, ახალგაზრდებიც, ძველგაზრდებიც, რაღაცა ამაში სიამოვნებასაც პოულობენ დალაგების პროცესში, საღამოს გასართობი პროგრამაა. ბევრი ორგანიზაცია ამას სპონსორობს, ანუ მათ უხარიათ ეს მეორე შემოსავლის წყარო, სადაგისთვის არის სპონსორობები, არა მარტო ვთქვათ ფესტივალების, არამედ ინდივიდუალურ დალაგებებისაც. ძალიან მიხარია, რომ ამ 14 ორგანიზაცია წევრის გარდა 60-ზე მეტი აი სხვადასხვა ტიპის ან სპონსორობა, ან დახმარება გაუწევიათ უკვე და ქართული კომპანიების. ანუ აქტიურობს ბიზნესი. ბიზნესის მე ძალიან მადლიერი ვარ და რაღაც რამდენიმე არის ასე იგი ძალიან კარგი კომპანიები, რომლებიც თქვათ პროკრედიტ ბანკი ძალიან ჩემთვის ესეთია, სანიმუშო თეგეტა გრინ პლანეტი. მე შინია რომ ვინმე არ გამოტოვო კავკასიის უნივერსიტეტი, დრესაპი არის. ანუ სულ სხვა პროფილის კომპანიების, რომელსაც პირდაპირ შეიძლება არ ეხებოდეს. სოკარი, პეპსიკო, ანუ 14 წევრი ყავს, ასე ვთქვათ და ხო კავკასუს, მე კავკას ცემენტი დიდი კონტრიბუტორი არის ძალიან. ბოდის ვიხდი ახლავე თუ ვინმე გამომრჩა და იმედი მაქვს მექნება კიდევ თქვენთან შესაძლებლობა და მოვემზადები რომ ამის სახელი არ გამომრჩეს თუ თქვენც მომცემთ ამის საშუალებას. ანუ მადლიერი ვარ ამ ხალხის. ძალიან კარგი მნიშვნელოვან კონტრიბუციებს აკეთებენ. ანუ ზოგი საწევროთი, ზოგი სპონსორია დალაგებების ბოდიში ხა აი გამახსენდა კიდევ დიპლომატი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. და ეს კომპანიები თავის თანამშრომლებითაც მოდიან ამას გარდა დალაგებებში მონაწილეობას იღებენ. ანუ მოხალისეობრივი აქტივობა. ეხლა მოხალისებზე გადავიდე. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მოხალისების გარშე არაფერი არ გამოვა. საბოლოო ჯამში ეს აქტივობა უნდა იყოს, ანუ დალაგება მოხდეს, მერე ეს მოხალისეების ხებსაც გადასცემენ. 10000-ზე მეტ მოხალისეს აქვს ახლა მონაწილეობა უკვე მიღებული. ნუ მათ შორის 7000 ბავშვია და ეს ბავშვები ძალიან ძლიერი რამეა, მე როგორც ვთქვით მართალია. ნუ ბავშვის ნათქვამი სულ სხვანაირად ჟღერს. ბევრი ადამიანი უფროსის ნათქვამს რაღაცა ავი შენი ჭკუის სწავლება არ მინდა. სამწუხაროდ ნუ ასეც იღებს, თუმცა ბევრი იღებს ძალიან კარგად და ბავშვისგან ნათქვამს თითქმის მე მგონი ვერავინ. დამაჯერებელი რადიკალები არის. ძალიან და მეც სხვათა შორის ჩემი შვილის ისეთი გალაწუნებები მახსოვს 1-2 რომ რა ვიცი რა აი ძალიან რო დაგაფიქრებს და შემოგატრელებს ადამიანს. ეს ბავშვები 165 სკოლასთან გვაქვს თანამშრომლობა და ძალიან მადლიერი ვარ ამ შემთხვევაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პრინციპში მათთან ერთად ასევე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის მათ ჩაუყვა ჩვენ მათ ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდი იყო პირველი მხარდამჭერი და ლიდერი მასწავლებლები 23 მასწავლებელი რომელიც გამოვიდა და შემდეგ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლები გამოჩნდნენ თვითონ მათი გუნდი და აი ხა 7000 ბავშვი 165 სკოლაში ყველა რეგიონში ძალიან ბევრი შევძელით მათთან ერთად ჯამში 1,000,000 ლიტრზე მეტი ნარჩენი გვაქვს შეგროვილი ეს ცოტა არ არის 100-ზე მეტი ვიდეო გვაქვს გადაღებული და გაშვებული და რა ვიცი მილიონობით ნახვა აქვს ამას სატელევიზიო გადაცემები რადიო თქვენიც აი ძალიან მადლობელი ვარ ასე და ამდენს მასაუბრებთ რამდენიმე ადამიანზე მინდა ამ ადამიანი კიდევ დამატებით ვახსენო თქვა დათო თაკო ვახსენე დათო ტურაშვილი და ასევე მინდა ქეთი მელუას მადლობა უთხრა ძალიან აქტიური მონაწილეა დალაგებებზეც იყო და რა ვიცი ხა მის და ძალიან ისეთი არა გამავრცელებელი ამ ნაწილში კონტრიბუტორიც არის ილია ილოზედგინიძეს რაგბის კაპიტანი იყო ჩვენი სურა შევარნაძე ჩვენი ძალიან შესანიშნავი მებაღე და მე მგონი შემოქმედი რაღაც ისეთი დიზაინერიც ხდება ნატო ყანჩელი ძალიან ესეთი ნიჭიერი და ნუ მამის შვილიც და თვითონაც ძალიან ესთეტიკური და ესეთი ადამიანი. ანუ ბევრი და ახლა ვერ ჩამოთვლი 80 სხვადასხვა წევრი ყავს. ანუ არიან ადამიანები რომელთაც გარკვეული ასე ვთქვათ საზოგადოებისგან გარკვეული დადებითი შეფასება აქვს და უყვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ზეგავლენა დადებითი იმ
ადამიანებზე, მოქალაქეებზე, რომლებიც პატივსცემენ მათ აზრს, ხო, ეს ძალიან ანუ თქვენ მოდით უფრო ანუ რაღაცა სისტემურ მიდგომაზე ვისაუბროთ რა. სადაგი ყველაფერს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობებშია და არის კიდე საბედნიეროდ მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც მოხალისეობრივ თუ საზოგადოებრივ საწყისებზე სხვადასხვა მიმართულებით ამ მიმართულებით საქმიანობენ, ეს გარემოს დაცვა იქნება, მოვლა იქნება, დასუფთავება იქნება თუ ცნობიერების ამაღლება და ასე შემდეგ. ანუ თქვენ როგორც აი გარკვეული საკმაოდ დიდი გამოცდილების ადამიანს ამ სფეროში. აი ჩვენთან პირველი ნაბიჯები, აი აქედან, ამ საწყისიდან და არა 90-იანი წლებიდან თქვათ, ხო? დღეს რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ თუნდაც ეს დასუფთავებას ნარჩენების მართვა მოსდევს, მართვას გადამუშავება ნარჩენების, კვლავ წარმოება და ასე შემდეგ. ანუ თქვენი ხედვით სისტემური თვალსაზრისით რა ნაბიჯებია გადასადგმელი დღეს? კარგი კითხვა. სწრაფად განვითარდეს პროცესი. ანა ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა ამისთვის. პირველი ერთი ნაბიჯით უკან გადავალ მაინც ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს დიდი მამები და დედებიც თუნდაც. ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, გავიხსენებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ჩემთვის მაგალითად, რა ვიცი, რაღაც სათაყვანო მაგალითია, რაც მათ გააკეთეს და საქართველოს რო განათლებული ქვეყანა იყო და გამოირჩეოდა სამეზობლოში და უამრავი ნიჭიერი ადამიანი წარმოიშვა, მათი მუშაობის შედეგი იყო. ილია ჭავჭავაძის და სხვა დიდი მოღვაწეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. ეს ამას თუ გავიხსენებთ, მე ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს მიეცემა შთაგონება, იცით რა არის? ცხოვრება არ არის ადვილი, უამრავი დღიური პრობლემა გვაქვს ქვეყანას, სერიოზული რაღაც, ავიცი, შიდა პოლიტიკური, საგარეო, გარემოს დაცვითი, ავიცი, უამრავი გამოწვევა გვაქვს. რისკები მე, რომელიც ახლავს თუნდაც გლობალური კლიმატის ცვლილებას. და ეს მოიმატებს აუცილებლად. შეგვიძლია მე სხვა დროს გავშალოთ ეს თემა. ქონდა ეს თემა და კიდევ დაუბრუნდებით. მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამას მე მგონი აი ესე უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს გამოწვევა რაღაც ეგზისტენციალური გამოწვევა არის ჩემი ხედვით, ოღონდ ცოტა შორს არის, მაგრამ ახლა უნდა ვეზადებოდეთ მაგისთვის და პრინციპში უკვე ძალიან ახლო. ხო და რა დააჩქარებს მოდი ხა ამას კონსტრუქციულ, ანუ არ შევშინდეთ, არის ეს გამოწვევა და უნდა გვახსოვდეს, გვაფხიზლებდეს და რა დააჩქარებს, ეს არის ფიქრობ პირველი მოდით მთავრობისკენ არ გავუშვიროთ მუდამ ხელები, ჯერ ის ვიფიქროთ საზოგადოებამ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ რას ვაკეთებთ თითოეული მათგანი. ანუ მოხალისეობრივი ინიციატივები, რა თქმა უნდა, ანუ თითოეულ ადამიანს და ბიზნესს აქ ბევრი შეუძლია, ამავე დროს თავრობა თუ იგზნობს და პოლიტიკა ესე მოქმედებს, რომ თუ ის ხედავს, რომ საზოგადოების დაკვეთაა, მაშინ ისინი ამას აკეთებენ, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მე არ გამორიცხავ, რომ პოლიტიკოსებს აქვთ კეთილი სურვილები, თუმცა ძნელი პროფესია ძალიან, სამწუხაროდ ბევრი ძნელი საქმეების კეთება უჭიrt, ბევრი რაღაც სირთულეების, თავის, მათი პროფესიის იმაში აღარ წავალ, მაგრამ დაკვეთას რომ გძნობენ, კეთილ სურვილთან ერთად რაც მათ იმედია რომ უმრავლესობას აქვს, ეს უკვე იქცევა ქმედების კარგი კომპონენტა და ჩვენ შევქმნათ დაკვეთა საზოგადოებამ და მე მოთხოვნა შევქმნათ, კი ბატონო. მე ხა ყოველთვის ვიყავი ძალიან დელიკატური საზოგადოების ესა ხელისუფლების მიმართ და აი ძალიან შეგნებულად, თუმცა შეიძლება ჩემს სხვა პიროვნებას ჩემი სხვა ნაწილს ძალიან უკრიტიკები არასდროს აქ არ მომიტანი ამ საზოგადოებაში, იმიტომ რომ აქ ვფიქრობ, რომ ეს არის გაერთიანების ადგილი, ასე ვთქვათ, ეს მიმართულებას და სადაგის მისია. ამიტომ არასდროს ჩემი პირადი ხედვების თუნდაც არ ამიერევია. ამ შემთხვევაში მხოლოდ გავიხსენებ იმ დაპირებას, რომელიც მე მიღებული მაქვს საჯაროდ, ვთქვათ, ამჩამის კრებაზე, ერთ-ერთი მას ახსოვს, ხა არ მინდა სახელი, მას ახსოვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავრობის წევრისგან და მან თქვა, რომ წელს აუცილებლად რამეს გავაკეთებთო. და ეს საკითხი არის წარმოებლის გაფართოებული ვალდებულები. ეს შეფუთვის ნარჩენების ნაწილში. კარგია, რომ სხვა მიმართულებით უკვე რაღაც ნაბიჯები იდგმება, იქაც თავის სირთულეები ავიცი, გიორგიებზე კარგად ეგარავინ არ იცის და ამ ჩვენ ნაწილში რომ შევეხოთ, ეს ერთი ასე ვთქვათ, თავი არის ასამუშავებელი ხა შეფუთვის ნაწილში და
თუ ხელისუფლება მაგას გააკეთოს, ფიქრობ რომ ფასდაუდებელი საქმე იქნება ყველასთვის. ქვეყნისთვის პირველ რიგში და საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ აქ წრე იკვრება ბიზნესი, ადამიანები და სახელისუფლება. და ეს რაღაც არის virtuous, როგორ ვთქვა, ღირებულების წრე, ღირსების წრე რა და აქ იყოს ღირსება, მოდით ჩვენი რომ შევძლებთ. ანუ ყველა კომპონენტი ერთი რომ აკლია უკვე თავისთავად ეს მექანიზმი არ მუშაობს, ხო? მარტო ნარჩენების მართვა რო ავიღოთ, ანუ ერთი კომპონენტით, რა ვიცი, წარმომქმნელი, მომხმარებელი, გადამამუშავებელი, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონმდებლობა და ასე შემდეგ. თუ ეს არ შეიკრა ეს წრე რეალურად შედეგს ვერ მივიღებ. შედეგს მივიღებ ძალიან ნაწილობრივ. ხო და ამიტომ მოთხოვნა რომ გავაჩინოთ, ხო, თითოეული ჩვენი დედამიწელის და ამ ქვეყნის მოქალაქის კონტრიბუცია საჭირო რა. ეს იმ ფორმით, როგორც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ. და რეალურად, როგორც გიორგი აღნიშნა დასაწყისშივე, როგორც სამშობლო ყველა სია, ყველა ქართველის და ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრების, არა ქართველის, ისევე ბუნება და გარემოა ყველასი და თუ სადღაც მაგალითად წეღან შევეხეთ გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებას და ეხლა ესპანეთში, ვალენსიაში რო ეს წყალმოვარდნა იყო ამხელა ეს ხო აქედან არის გამოწვეული პირდაპირ ეგ არის მიზეზი პირდაპირ ეგ არის რაჭაში ტრაგედიის მიზეზი უკვე დასვეს წერტილი რომ დიდწილად ეგ არის და ანუ ჩვენს მიღმა არ ხდება, ჩვენთან ხდება, ხო, ეს ყველაფერი და რაღაცა პატარა წვლილი თითოეულმა ადამიანმა რომ შეიტანოს, რაღაცა პრევენცია, მინიმუმ პრევენცია შეიძლება გაკეთდეს რა. პატარა არა, ანა ბუდიში ხა გავაგზელებ მანდ თელ მსოფლიოს მოუწევს მაგაზე მუშაობა და რაღაცა თუ არ შედგა აქ მსოფლიოში კონსენსუსი და ყველა არხელები არ დაიკაბიძა ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება და აგერ მეზობელ აზერბაიჯანში იქნება ახლა კოპ შეხვედრა მე მგონი მოაკვირას იხსნება და ესეც აი გლობალურ კლიმატის ცვლილებას ეძღვნება ეს სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა და ნუ ფიქრობ რომ სოფლიო ფიქრობ არა დარწმუნებით ვამბობ რომ სოფლიო გამოწვევაა და ჩვენი წვლილი გვაქვს და სანამ მანდ მივალთ ჯერ ჩვენი სახლი დავალაგოთ რაღაც აქაც გავაკეთოთ კი, გეთანხმები, ნიკა, ეს თემა ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება, იმიტომ რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთანგანთან მოვიდა ახლოს და გვაწუხებს რა და სოფლიოში იგივე პროცესები გაიარეს, იქაც ჯერ იყო ნიჰილიზმი, ჯერ იყო სკეპტიციზმი, ეხაც არის რაღაც დონეზე, მაგრამ უფრო და უფრო მეტი ჩართულობა არის რა, ეხლა შენ ახსენე რომ აზერბაიჯანში გაიმართება ეს სამიტი და ძალიან კარგია რომ აზერბაიჯანში იმართება ჩვენს რეგიონში და აზერბაიჯანიც იქ ბევრი ქვეყნის ლიდერი ჩავა, დელეგაციები ჩავლენ, დიდი კომპანიების წარმომადგენლები და ისინი იღებენ ვალდებულებებს, რომ კიდე მეტი გააკეთონ, რომ ებრძოლონ ამას და ეს ჩვენთვის мотиваცია უნდა იყოს, რომ ჩვენ ხო განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამ განვითარებული ქვეყნების მაგალითები ავიღოთ და მარტივად შეგვიძლია რაღაცები გადავწყვიტოთ და ის გზა გავლილია უკვე ახალი ველოსიპედის გამოგონებაც ხშირად არ გჭირდება რა, უბრალოდ ნება არის საჭირო და მე აი ეს ჩართულობა სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა ფენების და სახელმწიფოსი და ეს კარგი თანამშრომლობის მაგალითები უნდა დავდოთ და აი ეს არის გზა რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ იმ შედეგამდე რაც ჩვენ გვინდა რომ ხო და ეს ადვილი გასაკეთებელი არ არის გეთანხმები მაგრამ აი ის რაც რომ ერთ ადამიანს შეუძლია რომ რაღაც მაგალითი მისცეს საზოგადოებას და განსაკუთრებით აი ვისაუბრეთ რომ ცნობილი ადამიანების საზოგადოების ის წევრები რომლებიც პოპულარულები არიან მათი ჩართულობაც მათ შორის და ეს კარგ მაგალითს იძლევა რა და სამაგალითო ხდება სხვებისთვის და მე მგონი რომ აი სწორი მიმართულებით მივდივართ ამ კუთხით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ეს არეალი და აი საზოგადოებრივი აქტივობები რაც გამოიწვევს მე რომ ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაიზრდება ხო მე მგონი აი აქეთ უნდა ვიაროთ რა. ეთანხმები გიორგი აბსოლუტურად ამ ნაწილში თუ შეიძლება ანუ რაღაც პოზიტიური ნიშნები აქ საქართველოში გვაქვს. ნუ თქვენ საქმიანობას ახლა არ შევეხები და ძალიან მიხარია რომ
ვაც გარკვეული ტიპის ნარჩენების გადამუშავებაზე უკვე არის პროგრესი. ამას გარდა თქვათ მე თვითონ მაქვს ვიზიტი გაკეთებული პოლივიმში, რუსთავში საწარმოში, რომელიც ამუშავებს პლასტიკს და ეს ძალიან კარგი ასეთი ორგანიზაცია არსებობს. არის პარკი არ მინდა ორგანიზაცია, რომელიც სახლში იღებს, მოდის და მიაქვს ნარჩენები და აი ახლახანს გავიცანი ესეთი საინტერესო კომპანია ქვია Sparklo. და რაღაც არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, ვფიქრობ რომ საინტერესო დიალოგი იბადება Sparklo-სა და SADAG შორის და მოდით ამ შემთხვევაში ჩვენ დიალოგს ბევრს რაღაც ვფიქრობ რომ კარგი პარტნიორობა შეიძლება იყოს, რომელიც SADAG-ის საქმიანობას მდგრადობას შესძენს. ამავე დროს Sparklo-ს თქვათ კომერციულ მიზნებს უპასუხებს და აი ესეც ის ნაწილია, როგორც თქვათ, წარმოების გაფართოებულ ვალდებულებას გავს, რომ ბიზნესის მოგებული დარჩება მოქალაქეების და SADAG-ის საქმეც უფრო რაღაც საწვავი ექნება, ასე ვთქვათ, რომ წინ იაროს და ამ შემთხვევაში რა გამეხარდა, რომ Sparklo-ს უკვე საქართველოში აქვს 10-ობით ბოთლი ყლაპია მანქანა დამონტაჟებული ამ ეტაპზე ძირითადად Sparis მაღაზიებში, სადაც მე დღეს ვიყავი მაგასაც ჩავაგდე, მეგობარი მყავს, რომელსაც ვიცი რომ რაღაც უკვე დიდი აზარტი აქვს და ჩემპიონი, უნდა რომ რაღაც შეჯიბრში მონაწილეობს, ანუ იქ რო აგდებს ადამიანი ბოტს, ქულებს იღებს, მარტივია ჩამოწერო მათი აპლიკაცია Sparklo-ი და შემდეგ თითოეულ ჩაგდებულ ძალიან მარტივად აგაკეთე. ჩემი შვილიც დაკავებულია მაგას. დიდებული და ანუ ძალიან იოლად მოსახმარი ინიციატივაა. ფაქტობრივად ერთი მხრივ ბიზნეს ინიციატივა და მეორე მხრივ საშუალებას აძლევს ადამიანებს რომ კარგები იყვნენ, არ დაანაგვიანონ საქართველოს, არ დაანაგვიანონ და გააძლიერონ საქართველოს და თან ამავე დროს ეს ბოთლები შემდეგ გროვდება, წავა გადამუშავდება, რაც უფრო ბევრი შეგროვდება, მეტ უფრო კომერციულ საწყისებზე დადგება, იმიტომ რომ თუ მასშტაბი არ იქნა, ეხლა მაგალითად პოლივიმი წვალობს ძალიან ნედლეული სუქონლობის გამო და ეს რომ მასშტაბურად ყველაფერი მუშაობს რა, ასე ვთქვათ რა. საქართველოში ოდესღაც მაგალითისთვის იყო მატყლის კარგი ინდუსტრია, ბევრი ცხვარი იყო, შემდეგ ის მიდიოდა მატყლის გადამუშავების ფაბრიკაში, მერე ის რაღაც სართავში და ასე შემდეგ. და ეს რო იშლება, ყველა ჯაჭვი ფუჭდება, კიდე ხაი ვაშლი, ქლიავი ანუ ქლიავი ბევრი ხალხი მოიყვანა, მაგრამ გადასამუშავებელი თუ არ არის, მე პრობლემაა. ვიწოდები ჯაჭვი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პლასტიკის და თუნუქის და მინის ქილების ნაწილში შევკრათ ეს ჯაჭვი და მადლობელი ვარ ხა Sparklo-ზე ორი სიტყვა მე რაც ვთქვათ გავიგი ამ დამფუძნებლებისგან რომ არა მარტო კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ანუ ტაილანდი, ვიეტნამი, საკმაოდ დიდ ქვეყნებში, ინდოეთშიც არიან, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ანუ კარგი აზია, ევრაზიაში კარგად დიდი ის აქვს, დაფარვა აქვს. და გეგმების დიდი 2600 Sparklo-მატი აქვს 300 ტონაზე. ხა ჩვენ litrებზე ვსაუბრობთ, SADAG-ის შემთხვევაში 300 ტონა სერიოზული მასა ნარჩენია შეგროვებული, 113 მილიონი პლასმასის კილა, 20 მილიონი თუნუქის კილა. ანუ ძალიან კარგი ციფრებია. ხა საქართველოში ჯერ არა ვართ მასეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პერსპექტიული და საინტერესო საქმე და მეც აი რა ვიცი, ვაანონსებს ავით და რომც არაფერი არ გამოვიდეს, ჩვენ შორის მაინც მიხარია, რომ ასეთი საქმე არის და ძალიან მივესალმები. აი ეს, თქვა, აი ესეთი პატარა ვარსკვლავები გასახარია და ასეთი მინიმუმ იმ ადამიანებს, ვისაც უკვე მზაობა აქვთ, რომ ჩართულნი იყვნენ ამ საქმიანობაში და დაიწყონ საკუთარი სახლიდან სეპარირება, გადარჩევა, ანუ ნარჩენის და პლასტიკი ცალკე შეინახონ, შუშის ბოთლი ცალკე შეინახონ და თქვა თუნუქის ცალკე და მე მივიდნენ და შეიძლებოდეს რომ ასახლთან ახლოს ეს ყველაფერი ჩაყარო და იცოდე რომ იქიდან ანუ შენი მოხმარების მერე იმას ახალი სიცოცხლე ექნება და ამით დაზოგავ გარემოს რესურსებს და ასე ვთქვათ ეკონომიკურად ხელშეუწყობ როგორც ბიზნეს ასევე შენ ქვეყანას, ხო? ეს ამის გააზრება და ვისაც გააზრებული აქვს და ძალიან მალე გაიაზრებს კიდე შესანიშნავი პრეცედენტია და ღმერთმა ამრავლოს. ბევრი გჭირდება მასეთი Sparklo-ნაირი და თქვენნაირი, SADAG-ისნაირი ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონო ნიკა. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. გიორგი, მადლობა. დიდი მადლობა ნამდვილად.
კარგი საუბარი გამოგვივიდა, კარგი ინიციატივები არის იმის საწყისი, რომ აი ეს არის სწორედ ეს დაკვეთა რო გავზარდოთ, ხო? ეს ვდის დაკვეთას ახლა. პროაქტიულად მოქმედებს ბიზნესიც და საზოგადოებაც და რა თქმა უნდა მეტ მოტივაცია შესცენს იმ გადაწყვეტილებებს მიმღებებს, ვინც უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და ჩვენც ველოდებით, რომ ძალიან მალე მოხდება ეს ამბავი და ბევრი კარგი ამბავით კიდე დაუბრუნდებით ჩვენს სვენელს და დიდი მადლობა ნიკა მორჯანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის, თუმცა ხო, ბევრი დაგვშა სასაუბრო და ამას შემდეგ გადაცემებში შევგვთავაზებთ. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ გადაცემის წარმდგენია სპეციფიკური ნარჩენების გადამამუშავებელი ორგანიზაცია ვეისტლესი. გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე. ნახვამდის.